აი მეგობრებო, ჩავაკეთე ჩიბუხში, მაგრამ ეხლა არ ვიცი როგორ ჩანს, ნახევარზე ცოტა მეტი არის. იმიტომ ეხლა პირველი მოწევა როგორც გითხარით და პირველი მოწევის დროს ძალიან დიდ რაოდენობას არ ვეწევი, რომ არ დავაზიანო ჩიბუხი, რომელსაც კედლებზე ჯერ დავწვევი არა აქვს გაკეთებული. ამოვნახოთ. პირველ წამოვიდა გემრიელი ხარისხიანი თამბაქოს გემო მე ჩიბუხიც რაღაც საუცხოდ კაჩავს ეს არის პირველი მოკიდება ჩიბუხში საერთოდ პირველი მოკიდება ეს არც ერთ ვარიანტში არ უნდა იყოს გემრიელი მე წარმომიდგენია შემდეგ რა იქნება. არა. არ ვიცი რა გითხრათ. აი ეს ყველაფერი გემოები რაც ანოტაციაში იყო წამოვიდა. პირველივე მოკიდებას. ჯერ ესე იგი თამბაქო, ჯერ არ. და რა ვიცი ჩიბუხით საუცხო, არ ვიცი ახლა მე ეს მართლა იმ რეკლამური ბუკლეტების ან იმის ტყუილობაში ვარ თუ რა ვარ, არ ვიცი რა, საუცხო ნაზავი და საუცხო ჩიბუხი რა, აი პირველივიდან ვეთქვა რომ მაგარია. და რა მინდა კიდე აღვნიშნო. აი ნახეთ როგორი თავი აქვს, აი როგორ ამოთლილი აი ამ ადგილას. და როგორ უწერია, იცით, აი ნახეთ აი როგორ აი აქ ამოთლილი და აი როდესაც ეწევით აი ენა უნდა აი ამას მიადოთ. ეს სასაზე წავიდეს. ბიჭო, ეხა ეს რო წავიკითხე თავიდან მიფიქრე რომ რაღაცა არ გართულებული სისტემა ხა ენა როგორ უნდა ამოვადო, როგორ უნდა მოვძებნო ენით, ეხლა მე ზუსტად ეს ადგილი რო ენაზე დავიდო მეთქიმ და აი ის თქმა მინდა, კარგი და ხარისხიანი რას ნიშნავს ნივთი ნებისმიერი და ამ შემთხვევაში ჩიბუხი ენით კი არ ეძება, როდესაც აი ჩავიდე, ხო, ვირში, იმ წუთასვე აი ეს ზუსტად ენის წვერზე დაჯდა თავისით, ანუ ჩიბუხმა უკვე თავად მოძებნა. მე მგონი სხვაგვარად შეუძლებელიც არის, რომ დაიჭირო. აი ეს არის გენიალური ეთქობა გამოგონებაში. მე რა საუცხოა. ხა ვარგვარი ტესტი გვაქვს თამბაქოსიც და ჩიბუხისაც და რა მინდა გითხრათ არ ინანებთ აგული არ დაგწდება და არც ერთი კაპიკის გადახდილი საიმ ჩიბუხში აუცილებლად უნდა გქონდეთ და ეს ნაზავიც ხო მე ვთქვი რომ არ მგონია რომ ეს ნაზავი ისეთი იყოს რომ ჩიბუხი გაყიდვინოსო თუმცა კარგი ბონუსია, ხო? ეხლა არ არის გამორიცხული ეს ნაზავი რომ მოგენატრებათ. მაგისთვის ჩიბუხიც რო იყიდოთ. და ბევრი თურმე ყიდულობს ახლა ნახე. დავიგეთ ხე, ვისაც კი აქვს საკმაო რაოდენობის პეტერსონის ჩიბუხები და აღარ ჭირდებათ, ყიდულობენ ჩიბუხებს ამ წინაპატრიკის დროს, მოყვება ეს თამბაქო და შემდეგ ჩიბუხს იგივე ფასად ყიდიან თავიდან. მან ნაკლებ ფასად ხო რა ვიცი, იგივე ფასად ვინ იყიდის.
საუცხოა. ეს ლიქიორი მე ვეგზენი, ბიგზენი ლიქიორი კი. და ყველაფერი ის ძალიან დაბალანსებული. ძალიან კარგია. მართლა განსაკუთრებულ დღეს მოსაწევია. ხო ეხლა მივყვეთ მათ ინსტრუქციას და კარგი გინესიც მივაყოლოთ და ყველა ირლანდიელს მიულოცოთ. მათი დამოუკიდებლობის დღესასწაული და წმინდა პატრიკის დღესასწაული. აგარი ხალხია ირლანდიელები, მე ძალიან მიყვარს. მართლა შრომის მოყვარე და თავისუფლების მოყვარეები და რაც აქვს ყველაფერი დამსახურებით აქვს. ჩვენს გვესწავლოს კი ბატონო. ეს ზეთიანი გინესი მოუხდა ამ ამბავს. ეხლა თამბაქოს მიუბრუნდეთ. ჩიბუხი საუცხოა. აი ფანტასტიკურად გრილი პოლი მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ არომატიკია, აი არანაირი ენაზე კბენის ცდელობას კი. ცოტა უჩვეველია, სადღაც თითქოს ბოლი, სადაც გძნობდი და ყოველთვის ეწევოდა იქით რო არ მიდის, რაღაც თითქოს თავიდან გაქვს შეძნება ერთი წამის 1000-ით, რომ რაღაც გეკარგება თითქოს. მაგრამ შემდეგ ეჩვევი. ძალიან მაგარია. ხო, თამბაქოს დაუბრუნე. თამბაქო ძალიან კარგია, ძალიან გიბრილი, ძალიან არომატული. ეს იცვლება ის გემოები, აი ხანთხილი. აი ვიცი ხა მე ტყის არის თუ ჩულებრივი, მაგრამ ეს თხილი კარგად იგრძნობა. ეს ვანილი. ეხლა არავინ არ არის რომ მითხრას, მაგრამ ამბობენ რომ გარშემო მყოფები ყოველთვის კმაყოფილი არიან. ესეთი კარგი სორნელი დგებაო. ეს ვანილი სულ იგრძნობა მუდმივად. ეს ბურბონი, ლიქიორი, თხილი და ეს რაღაცები რომ ხან მიდის, ხან მოდის და ეს ვანილი სულ იგრძნობა. თუმცა არცერთ შემთხვევაში არ იგრძნობა გამაღიზიანებლად. ძალიან კარგი ნაზავია. ხო, ძლიერი თამბაქოების მოყვარულებისთვის ხო, არ არის ძლიერი თამბაქო, აი ესეთი ძალა რო იგრძნობა. ამ შემთხვევაში ჯერ ვერ ვძნობ. გემრიელი. ხო, აიცით რომელ კატეგორიაშია რაღაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ რომ აუცილებლად მოგენატრება და მოგინდება მისი მოწევა. გემრიელი. განსაკუთრებით აი ცხვირიდან, ნესტოებიდან როცა უშვებთ. ხო, ნერას გემოებს მატებს კიდე. ახლა ეს გინესი კიდე. ხო, არ ვიცი ახლა გინესი უფრო უხდება ამას თუ ეს უხდება გინესს, მაგრამ ეს ტანდემი
ძალიან კარგია. არ ვიცი მოკლედ რომელზე მიდის, მაგრამ შეიძლება ეს ჩიბუხი როგორც თქვი აუცილებლად დაამთხვიეთ აი წმინდა პატრიკის დღეს და მოძებნეთ მაღაზიები თითქოს ამერიკაში, ანუ ევროპაშიც, მაგრამ რა თქმა უნდა ამერიკაში უფრო ადვილია ჩვენთვის. და კურსის შესაბამისათაც, იმიტომ რომ ფასები ერთნაირია, რაც ამერიკაში მაგალითად $100 ღირს, ევროპაში €100 ღირს იგი. და მოძებნეთ მაღაზია, რომელსაც ეს აქცია ექნება, შეიძინეთ აუცილებლად ეს ჩიბუხი, აუცილებლად შეგასინჯეთ ეს თამბაქოც და საბედნიეროდ გინესი და ირლანდიური ვისკები, ეხა ისეთი საშუალებელი არ არის ჩვენთან იყიდით და მიაღოლებთ. ძალიან მაყოფილი ვარ, იცი რა, ძალიან კარგია, როდესაც იმედებს არ გაგიცრუებს, არც ჩიბუხი და არც თამბაქო. ეხლა წარმოვიდგენია გამოწვის შემდეგ იმდენად გემრიელი გახდება ეს ჩიბუხი. კიდევ ვიმეორებ პიტერსონის ეგრეთ წოდებული სისტემა, ანუ ასეც ქვია ჩიბუხს, პიტერსონის სისტემა, ნომერი 314. ფილტრის გარეშე. წარმოუდგენლად გრილი ბოლია, არ ვიცი ახლა ეს კამერა, ყველა ეს სისტემა ამას როგორ ახერხებს, მაგრამ ფაქტია რომ ახერხებს რა. აი საკმაოდ ნოტიო. ძალიან ნოტიო არა, მაგრამ საკმაოდ ნოტიო არომატიკი. ეს საერთოდ არ იკვინებოდეს და ესეთი გრილი იყოს, წარმოუდგენელია. მართლა მხოლოდ რაღაც კარკულ სისტემის ჩიბუხში შეეძლოს გაეკეთებინა და ეთქვა ეს სისტემაში. ეთქვა კი არა მუშაობს, ეხლა მე ვინ ვარ, ეხლა მუშაობს ამდენი წელია და ყავსა ესეთი იმდევრები. მე თქვი რომ აი მარკ ტვენი მხოლოდ ამ სისტემის ჩიბუხს ეწეოდა და ამას პიტერსონის ესეთი შემატკივარი იყო, შემდეგ პიტერსონამ მიუძღვნა კიდეც და გამოუშვა ჩიბუხების სერია მარკ ტვენი. რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს ბაზარზე, ზუსტად აი მხოლოდ აი ლეიბლის გამო. ძალიან კარგია. უბრალოდ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. ჩიბუხს როგორც გითხარით, ბევრი საუბარი არ უყვარს. ეხლა გავთიშავ და ისე ამოვიდა. კარგად ვზანდებოდი.